ვერძი არის მე ენერგია. საკუთარ თავთან ადამიანს აქვს პრობლემა, საკუთარ თავთან ან დარჩენა არ იცის, არ წმენა არ აქვს საკუთარ თავზე, ან არის შინაგანი ბრაზი საკუთარ თავთან. და რეალურად აქ გარშემო იმდენად არ არის ხოლმე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა პირველი სახლის შემთხვევაშიც, მთელი პრობლემა თუ ვინმე არის ადამიანისთვის მტერი, ან ისეთი უხეშიანით რო ვთქვათ, ეს არის თავად თვითონ, ხო? თუ არის გარემოსთან რაღაც პრობლემები, სიამტვილეში საკუთარ თავს არ ტყამს ადამიანი, ხო? ანუ აგრესია, ან უკმაყოფილება, ან უბრალოდ არ ცოდნა საკუთარ თავთან ურთიერთობის. როდესაც ცეცხლის ენერგია, ანუ ინიციატივები, როდესაც დანდობაც არ არის საკუთარი თავის, ხო? პატარა რაღაც შემეშალა, მე ძალიან გავბრაზდი, ხო? ან უნდა ავწიო ძალიან მე, ან უნდა ძალიან დავწიო მე, ხო? აი ეს პრობლემები ინდივიდუალურ მეზე გვაქვს აქ საუბარი და ეს არ არის მაგალითად რაღაც სხვა მე, ხო? აქ უფრო ვერძი არის, აი პირადად მე ჩემ თავთან და აი წარმოსახვით თერაპიებში როცა გავდივართ, ადამიანი უბრალოდ თავის თავთან არ რჩება არასოდეს მარტო. როგორც წესი, აი ყველაფერს აკეთებს ხვებისთვის, მაგრამ არ იცის ურთიერთობა საკუთარ თავთან. როდესაც პირიქით, ახლა ან სელენა არის აქ, ან ნათელი კარმას რო ვეძახით, სელენა პირველი სახლი, ხო? აი კარმულ ასპექტებში როცა ვართ, აქ პირიქით თუ რამე იცის ადამიანმა ძალიან კარგად საკუთარ თავთან ურთიერთობა არის, საკუთარ მესთან ყველანაირი პოზიტიური ენერგია აქვს, მაგრამ შეიძლება ზუსტად ამის გამო სხვასთან არ შეეძლოს ურთიერთობა, ან სხვა გარეუბნებში, სადაც დომინანტი არ არის, სადაც ლიდერულ პოზიციაზე არ არის, ან საკუთარი თავი არ აქვს ჩართული რაღაცაში, იქ უკვე იკარგება, ან აღარ იცის ურთიერთობა, ხო? ანუ გარკვეულწილად სელენაც, ნათელი კარმაც ზოგჯერ პრობლემა არის, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. და შესაბამისად, შამთვარი ის არის, რასაც მე ან ვაიგნორებ, იმიტომ რომ არ ვიცი აქ როგორ უნდა გამოვავლინო ჩემი თავი, ხო? აი, მაგალითისთვის რო გითხრათ, სელენაც და ლილიტიც როდესაც არის ერთ ნიშანში, ვერძის ზოდიაქოში, ძალიან კარგად რო აგიხსნათ ეს რა კომბინაცია. მე უფრო განათლებული კატეგორია მისმას ხოლმე, როგორც წესი, ჩემი კოლეგები დანწლების განმავლობაში. არის ესეთი ძალიან საინტერესო ფილმი, ლანს ფორ ტრიერის დოგვილი. და მან თამაშობს ნიკოლ კიდმანი მთავარ როლს. ეს არის რაღაც ისეთი თეატრალური დადგმა ფილმი, რომელიც ძალიან მძიმე არის და ძალიან სერიოზული ესეთი საკაცობრიო დონის მნიშვნელობა აქვს ამ ფილმს. და ძალიან კარგად ასრულებს ნიკოლ კიდმანი, იმიტომ რომ მას ყავს ზუსტად ჩავმთვარი და თეთრი მთვარე ვერძის ზოდიაქოში. და ზუსტად ის როლიც, აი რატო გამოდის ხოლმე ფილმები ძალიან მაგარი, როდესაც